მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2024 წელი გამოცემა ნომერი 26. მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ჭურჭელში ასხია წყალი. ჭურჭელი ჩამოკიდებულია თოკებით, როგორც ნახat ასე გვაქვს მოცემული, წყალში ჩაუშვეს შემდეგ სხეული, რომელიც ტივტივებს მარცხენა საკიდის მახლობლად. წყალი ჭურჭლიდან არ გადმოღვრილაო და როგორ შეიძლება საკიდების დაჭიმულობის ძალები გვეკითხებიან. კი ბატონო, მოდით ახლა ეს სურათებიც გადმოვიტანოთ ესე. ცოტა გავადიდოთ. ასე. რა პირველ შემთხვევაში ეს საკიდებს რა ჭიმავს, ხო? მოდით რომ შევხედოთ. ეხლა მასათა ცენტრს თუ ავიღეთ ამ წყლის, პირველ შემთხვევაში ეს მასათა ცენტრის მოქმედებს ფსკერზე ამ წყალს მასათა ცენტრი თუ არის აი აქ. ეს არის m წყალი, ეს იქნება m წყალი. მასა თუ არის წყლის m წყალი. G სიმძიმის ძალა იმოქმედებს ამ წყალზე და შესაბამისად ეს m წყალი G სიმძიმის ძალა ნაწილდება ფსკერზე და კედლებზე და ეს ჩვენი თოგი იჭიმება, ხო? რაღაცა გვაქვს t დაჭიმულობის ძალა, რაღაცა გვაქვს t დაჭიმულობის ძალა. მოდი ამას t-ა დავარქვათ და t-ა. შემდეგ მეორე შემთხვევაში, რომ ჩაუშვით ეს ჩვენი ძელაკი, ხო? ძელაკი, რაღაც m მასის ძელაკი ჩაუშვით. ეს იყოს m მასის ძელაკი. ეს თოგი t b დაჭიმულობის ძალა იქნება. t b დაჭიმულობის ძალა გვექნება. ეხლა თავიდან იყო t დაჭიმულობის ძალები და მეორე შემთხვევაში რა მოუვა, ხო? ეხლა ბუნებრივია ისევ იმოქმედებს ეხლა ამ ფსკერზე. ისევ იმოქმედებს m წყალი G სიმძიმის ძალა. ეს იქნება m წყალი დავწეროთ წყლის მასა. G სიმძიმის ძალა იმოქმედებს, მაგრამ ეხლა დავუკვირდით ერთ მომენტს. ეხლა აქ ჩვენ როგორც ხედავთ ეს სხეული ტივტივებს, ხო? შესაბამისად ეს სისტემა ეს მასის სხეული წონასწორობაშია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამაზე რომ მოქმედებს G სიმძიმის ძალა. ეს გაწონასწორებული არის F არქიმედეს ამოგდების ძალით. ნუ ბუნებრივია სისტემა წონასწორობაშია, აღშქარება არა გვაქვს ამ მასის სხეულის და სიდიდით F არქიმედეს ძალა ტოლი არის mg-ი. ასე? მაგრამ ახლა ჩვენ თუ გავითვალისწინებთ ნიუტონის მესამე კანონს. ნიუტონის მესამე კანონით სხეულიც, ანუ წყალის სხეულს ზემოთ აწვება არქიმედეს ძალით. ხო, F არქიმედეს ძალით. და ნიუტონის მესამე კანონიდან გამომდინარე, სხეულიც წყალს აწვება ქვემოთ მიმართული იგივე ძალით. ანუ აი აქ კიდე წყალზე კიდე დამატებით. ესე იგი წყალზე კიდე დამატებით მოქმედებს F არქიმედე რა პრიმი დავარქვათ, F არქიმედე პრიმი ძალა. მაგრამ ეხლა ერთი საკითხი გვაქვს გასარკვევი. მდებარეობაზე თუ არის არქიმედეს ძალის ამ ჩვენ კიდეში გვაქვს ხო ეს სხეული, მოტივტივე სხეული. შესაბამისად ეს მდებარეობაზე თუ არის დამოკიდებული. აქ ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ პასკალის კანონი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ როდესაც სხეულს უშვებს სითხეში, მაშინ პასკალის კანონის თანახმად სითხეზე ამ სხეულის მიერ წარმოებული წნევა უცვლელად გადაეცემა სითხეა თუ აირი არ აქვს მნიშვნელობა, სითხის ან აირის ნებისმიერ წერტილს ნებისმიერი მიმართულებით. ამიტომ შესაბამისად მდებარეობაზე თვითონ ამ m-ის სხეულის იმყოფება არ აქვს მნიშვნელობა, მაინც თავიდან იყო m წყალი G სიმძიმის ძალა ნაწილდებოდა აწარმოებდა ფსკერზე და კიდე დაემატა F არქიმედე პრიმი. შესაბამისად TB თავიდან თუ იყო t-ა დაჭიმულობის ძალები, მეორე შემთხვევაში თანაბრად გაიზრდებოდა, ხო? ეს ჩვენი დაჭიმულობის ძალები ტოლად გაიზრდებოდა. შესაბამისად, რო შევხედოთ ახლა ჩვენ პასუხებს, პასუხი იქნება A. საკიდების დაჭიმულობის ძალები ტოლად გაიზრდება.